განვლილ ამბებს იხსენებს. წარსულზე ხშირად საუბრობს, ცხოვრობს აქტიურად. 103 წლის ასაკშიც არ უშინდება ახალ გამოწვევებს. ამბობს, რომ საკუთარი თავი სამშობლოს მიუძღვნა. ფიქრობს და ემადლიერება ყველას, ვისაც ცხოვრების გზაზე ერთხელ მაინც შეხვედრია. არასდროს ნებდება და მისი სილამაზის ფორმულა მის ხასიათში იმალება. გეოგრაფი, სპელეოლოგი, გეოლოგია, მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში დაიბადა. მისი ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა. 14 წლის ასაკში უმამოდ დარჩენილმა დედასთან ერთად განათლების მიღება და დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეძლო. პერევისის სკოლაში მასწავლებლობასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 7 მაღალ ანაზღაურებად სამსახურს ექსპედიციებში სიარული არჩია და გადაწყვიტა ცხოვრება მეცნიერებისთვის მიეძღვნა. 103 წელში ვარ გადამდგარი. 103 წელში. 22 წელში ვარ დაბადებული. 1922 წელს ვარ დაბადებული 18 მარტს. მამა გადამისახლეს და საერთოდ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო საერთოდ ეს პირადად საბჭოთა კავშირში და მით უმეტეს მამა ჩემი რო გადაასახლეს, მამა დედა ჩემს აუკრძალეს, ტროცკისტის ცოლი ხარ და სამსახურში არ მიიღეს. და აუკრძალეს საერთოდ მუშაობა. იძულებული იყო სარეცხილე ერეცხა და ამით ერჩინა შვილები. მე კიდევ ბავშვობა მქონდა უცნაური, ძალიან ესეთი ვეღავი, სხვანაირი ბავშვი ვეღავი. მაგალითად, საბავშვო ბაღში რომ მივიდოდი, დედა ჩემი მე არ იცოდა სად საბავშვო ბაღის დრო რომ მოიწურებოდა სად რომელ ამ ხანაკთან ვიქნებოდი ღამის სათევად. ხან ერთგანთან ვათემდი ხან მეორესთან ხან მესამესთან. 103 წლის ასაკშიც განსხვავებულია საუბრით, აზროვნებით, შემართებით და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით. გაგიგონია თქვენ საშუალო სკოლაში მოწაფე სწავლობდეს და თან კიდევ მუშაობდეს. შეიძლება გაგიგონიათ ასეთი რამე. საშუალო სკოლაში რომ სწავლობდი ტექნიკუმში, მუსიკალურში და ფრიადოსან ვიყავი და მუშაობდი საბავშვო ბაღში, მასწავლებლად პიანინოზე უკრავდი და ბავშვებს ვათამაშე. ასეთ შემთხვევა მე არ გამიგონია, მე საუკუნის ქალი ვარ და არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. სხვათა შორის უნივერსიტეტში რომ სწავლობდი, მაშინაც მუშაობდი, პიონერთა სასახლეში მუშაობდი. ჩემი ცხოვრება როგორი იყო, იცი? 20 კაპიკი რომ მქონდა. პურის ფული იყო 14 კაპიკი 1 კილო პური. 5 კაპიკი უნდა მომრჩენოდა, ხო? იმ 5 კაპიკის გზის ფული მჭირდებოდა ინსტიტუტში რომ მივსულიყავი. უკვე უმაღლესში ვსწავლობდი. ესე იგი, ის 5 კაპიკი გზის ფული იყო. რომ მივედი და პური ვიყიდე, 1 კილო პური, არ მომცა ის 5 კაპიკი. გამყიდველმა. ხო და რომ გამოვედი, თვალებიდან ცრემლები მომცა. რომ ვერაფერი ვერ ვცხარი. აი მე მაგალითად 5 კაპიკისთვის ვიტირე რომ ვერ სიმას ვერაფერი ვერ ვცხარი და მე დამაკლდა. ელენე აბაშიძე 40 სამეცნიერო ნაშრომის და 2 მონოგრაფიის ავტორია. მან წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი შეისწავლა. უარყო და რადიკალურად შეცვალა 2 საუკუნოვანი მსოფლიოში გაბატონებული კირქვის ნაპრალების ზედაპირების ხსნადობის მცდარი მეთოდი და მოგვცა ახალი, როგორც კვლევის მეთოდი, ისე მისი განზომილება. ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა კი ელენე აბაშიძეს 1999 და 2003 წლებში საუკეთესო მეცნიერი ქალის წოდება მიანიჭა და დააჯილდოვა საერთაშორისო ორდენით. იგი შეყვანილია მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის და მსოფლიოს 100 ყველაზე საინტერესო ადამიანის სიაში. დასკვნა არის ასეთი. ადამიანი უნდა იყოს ნებისყოფიანი. ნებისყოფა, ესე იგი გამძლეობა. ჭირვარამს უნდა გაუძლოს ადამიანმა. ეს იყო ჩემი პატარაობიდანვე ასეთი რაღაცა. უძლებდი. უამრავი საქმე მქონდა და ვაკეთებდი ყველაფერს. ღამე იყო მაგისტრის. დისხალს ვიცოცხლოთ, არასოდეს არ მიფიქრია, ეს თავის თავს დაყოფილიყო. მაგრამ ჩემთვის თავარი იყო ადამიანების სიყვარული. მე მწამდა, მჯეროდა, რომ ადამიანი უნდა იყოს მოყარული
ადამიანის, მეორე ადამიანის. ეს იყო ჩემთვის თავარი და ეს მაძლევინებდა. მე სულ მუდამ იმას ვფიქრობდი, ვის რაში მოვხმარებოდი. უნდა ცდილობდი, რომ იყო კარგი ქართველი, რაც ნიშნავს, უნდა იმეტებდე სიცოცხლეს შენი ქვეყნისათვის. თუ შენ ხარ ნამდვილი, ნორმალური ადამიანი, იქ შენ ლამაზიც ხარ, ჯანმრთელიც ხარ, ყველაფერი ხარ. ცხოვრებაში უამრავი დაბრკოლება გადალახა. მებრძოლი ხასიათის გამო დასახული მიზნები რეალობად აქცია. ახალგაზრდებს ურჩევს საკუთარი ოცნებისკენ სვლა არ შეწყვიტონ და მათ ჯანმრთელობის და სილამაზის ფორმულას უზიარებს. მიყვარდა ფიზკულტურა. ძალიან მიყვარდა. მე რო ჩამოვედი თბილისში, უნივერსიტეტის ფიზკულტურის კათედრაზე იყო ყველაფერი მოწყობილობა, რაც კი რომ ვამთავრებდით მეცადინეობას, ბანაობდით. ეს მომწონდა ძალიან. ხო და სულ მუდამ სისტემატურად. იყო თენგიზ ბაქრაძე ესა კათედრის გამგე. მე წოდა ხოლმე, რა თქინდა ეს შენი გეოგრაფიის ფაკულტეტი. გადმოდი ფიზკულტურაზე, მე წოდა ხოლმე. კაი კაცი იყო. ისე რომ ხასიათი ჯანმრთელობაც არის. თუ ხარ ნებისყოფიანი, დიდხანს იცოცხლე. აი მე ჩემი დასკვნა ასეთია. მიუხედავად გაჭირებისა, მიუხედავად უბედურებისა. აი ნებისყოფიანი თუ ხარ ყველაფერს მიაღწევ და სილამაზე თავისთავად შეგენარჩუნება, თუ ასეთ იცხოვრებ. მე ისეთი სიცილი ვიცოდი. მედე ჯაფარიძე ჩემი ბებიები იყენდები. ხო და ერთხელ ისე ვიცინოდი, რომ მედიკომ და იმან რეზო მითხრა, მოდი შენ მარჯანიშვილში უნდა წაგიყვანოს და სიცილი უნდა ასწავლო ხალხს. წავიყვანეს მარჯანიშვილში. ხო და რომ სენა იყოს, დავიწყე სიცილი. ეს ჩემი ბუნებრივად ამყვა დარბაზი. ერთი ამბავი იყო. მე ძალიან მიყვარდა სიცილი. ესე იგი ვერ წარმომედგენ, ისე მიხარდა სიცოცხლე. რომ გამოვიდოდი ხოლმე გარეთ, ქუჩაში ხო? მე მოვდივარ ჰაერამდე და სიცოცხლე და მთელი ქალაქი და მთელი ეს ამხელა ჰაერი და ყველაფერი ეს ჩემია. ეს გავსებული ვიყავი. მოვდიოდი ამის შესაერად. უნივერსიტეტში სულ მუდამ ღეროდი. უნივერსიტეტში რო ვარ ლექციებზე და ამ დროს მასალმელო. ვინ არის ეს რომ ღერის განწყობილებას, რა თქმა უნდა არის ჯანმრთელობა. სიცილი ჯანმრთელობა, კი, ნამდვილად ჯანმრთელობა. უნდა გქონდეს ის საშუალება რომ იცინო ბევრი. სიყვარულს ძალიან დიდი ძალა აქვს. სიყვარულს ხამლის გამოქვაბულის ძალა. ძალიან დიდი კარგი გზნობა. მომისოთ არა ღარიბია ცხოვრება. როცა გიყვარს უფრო მეტად ლამაზია ადამიანი? აბარა, ეს გამოხატულია სახეში. თუ როცა სულიერად ხარ კმაყოფილი, იქ ჯანმრთელიც ხარ. ვერაფერი ავატყობა ვერ მოგერება. მუსიკოსობაც უნდოდა, უკრავდა, ცდილობდა ამ სფეროშიც წარმატებისთვის მიაღწია. არც ახლა ჩერდება და ხშირად ნახავთ ამღერებულ მეცნიერ ქალს, ელენე აბაშიძეს, რომლის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც ისტორიას დარჩება, როგორც მამაცი, პირდაპირი, ბობოქარი და ლამაზი. ჩემო თბილის ქალაქო, ნარარარარარა,